თვალყურს არ დევნებენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომას, ჩვენ გვაქვს კვორუმი, შეგვიძლია დავიწყოთ ხდომა. დღის წესრიგით გათვალისწინებულია ერთი საკითხი, ფრაქცია ქართული ოცნების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესის წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი გრანტების შესახებ საქართველოს კანონში სრულების შეწყვეტის თაობაზე და საკანონმდებლო სრულების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები. გთხოვთ რომ დავამტკიცოთ წარმოდგენილი დღის წესრიგი. დიდი მადლობა. და ბატონ თორნიკეს გთხოვ რომ დავიწყოს კომიტეტის ხდომას. კოლეგებო, შეგვიძლია რომ დავიწყოთ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა. შეგახსენებთ, ეს არის ფრაქცია ქართული ოცნების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი გრანტების შესახებ საქართველოს კანონში სრულების შეტანის თაობაზე და ამავე პაკეტში შემავალი სხვა საკანონმდებლო აქტების პროექტები. მოხსენებელი გახლავთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი არჩილ გორდულაძე. გისმენთ პირველი მოსმენით განვიხილავთ ამ ინიციატივას, შესაბამისად პრინციპების დონეზე გთხოვთ რომ წარმოგვიდგინოთ ერთიანად საკანონმდებლო პაკეტი. მადლობა ბატონ თორნიკე, კოლეგებო, განსახილველად წარმოვიდგენთ კანონ პროექტს, განაცვლებათა პაკეტს, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების გაუმჯობესება, ამავდროულად ისეთი თანხების, ისეთი სახსრების შემოძინება საქართველოში, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს ან გამოიყენება პოლიტიკური საქმიანობის დასაფინანსებლად აღნიშნულ საკითხზე იმ ორგანოს, რომლის პასუხისმგებლობაც არის ზოგადად ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, კონსტიტუციური ჩარჩოდან გამომდინარე, უსაფრთხოება და ზოგადად ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება საქართველოს მთავრობას გულისხმობს, მას ჰქონდეს შესაბამისი ქმედითი მექანიზმები, რათა მათ შორის აიღოს პასუხისმგებლობა იმ საკითხებზე, რომლებზედაც ჰქონდეს ქმედითი მექანიზმები საკითხის გასაკონტროლებლად და რა იგულისხმება ამ ყველაფერში. ჩვენ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში მივიღეთ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც უცხოეთიდან საქართველოში შემოსულ გრანტებს სჭირდება მთავრობის თანხმობა. შესაბამისად პირებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ საქართველოში შემოიტანონ ნებისმიერი თანხა, უსასყიდლოდ გრანტის მიზანიც ეს არის, რომ პარალელური სარგებელი არ იყოს მოთხოვნილი, თანხობრივ ფულად სარგებელს ან მატერიალურ სარგებელს გულისხმობს, ამაზე საჭირო გახდეს მთავრობის თანხმობა და ერთ საინტერესო მაგალითსაც გავიხსენებთ მესამე მოსმენის ფარგლებში საკომიტეტო პლენარულ ხდომაზე განხილვის პერიოდში ერთ-ერთმა საელჩომ ერთ-ერთი საელჩოს გავლით ზუსტად იმ დროს, იმავე დღეს, სანამ კანონი ამოქმედებოდა და გაიგზავნებოდა საქართველოს პრეზიდენტის ხელმოსაწერად გასცა გრანტები. და ეს გრანტები გაიცა იმ ეგრეთ წოდებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლის მმართველ გოლშიც არიან ნაცმოძრაობის სიაში, საპარლამენტო სიაში მყოფი ადამიანები. შეუძლებელია ვინმე თქვას, რომ კეთილშობილური მიზნებით შემოსული იყო თანხა, შესაბამისად ამ კეთილშობილური მიზნის მისაღწევად დაფინანსდა კოლექტიური ნაცმოძრაობის შემადგენელი პირები და მთავრობას არ მიმართეს თანხმობის მისაღებად. რატომ არ მიმართეს? ზუსტად იმიტომ და იმ დასაბუთებით, რომ სხვა შემთხვევაში გახდებოდა გამჭვირვალე თუ რა მიზნებს შეიძლებოდა მოხმარებოდა აღნიშნული თანხები. ამავდროულად ჩვენ გვახსოვს, რომ გრანტების კანონის ამოქმედების შემდეგ რამდენიმე ორგანიზაცია მიმართა საქართველოს მთავრობას და შესაბამისი თანხმობები აღნიშნული მიმართულებით გაიცა. შესაბამისად, თუ პირს არ აქვს სურვილი, რომ საქართველოში თანხა შემოიტანოს, მას რა თქმა უნდა, არავითარი პრობლემა არ უნდა ჰქონდეს ლოგიკურად, რომ მისი ამ თანხების შემოდინებაზე თანხმობა იყოს და შესაბამისად ხარჯებიც გასაჯაროვდეს. გარდა იმ შემთხვევისა, თუ უარყოფითი მიზანი არ აქვს აღნიშნულ თანხის შემოსვლას. ასევე გვახსოვს ალბათონი მარტაკოსის განცხადება, რომელიც გახლავთ ევროკომისარი, გვახსოვს ამავდროულად ევროკავშირის წარმომადგენლის ბატონი ჰერშინსკის განცხადებებს, რომელიც თავისი შინაარსით აბსოლუტურად იდენტურია, რომლებიც საუბრობენ, რომ არსებობს მილიონობით თანხები გამოყოფილი და ეძებენ კანონმდებლობის გვერდის ავლის გზებს, რათა საქართველოში დააფინანსონ ის ადამიანები, რომლებიც
მათ მიაჩნიათ, რომ არიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები. და ის ფსევდოტერმინი, რომელიც აქვთ მოფიქრებული და სამწუხაროდ ჩვენს რეალობაშიც არაერთხელ იქნა გაჟღერებული, ეს სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება თითქოს გამოდის, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი ან რამდენიმე ათასი თუნდაც არის მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, ხოლო დანარჩენი 4 მილიონამდე ადამიანი ისინი საერთოდ საზოგადოების ნაწილები არ არიან. იმისათვის რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი კანონმდებლობის გვერდის ავლის შესაძლებლობები, მით უფრო რომ გვაქვს არსებობს ინფორმაცია, პატარა არის ეს ქვეყანა საქართველოს ჩვენი სამშობლო, რომლის სახელიც ბევრისთვის სამშობლოს არ წარმოადგენს და მხოლოდ ერთი წარწერა არის იმ წითელ პასპორტზე, რომელსაც ჩაიდებენ ხოლმე ჯიბეში და შემდეგ მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყანაში, ისევ და ისევ საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენთვის ეს სამშობლოა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ დიახ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის და მათ შორის პასუხისმგებლობაც ავიღოთ, რომ პოლიტიკური აქტივობა მხოლოდ და მხოლოდ ქართული ფულით ფინანსდებოდეს და ასე იყოს განსაზღვრული ისევე როგორც საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რადგან ხელისუფლების წყარო დიახაც რომ არის ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები და არა ნებისმიერი სხვა პირი, რა თანამდებობისაც არ უნდა იკავებდეს და რა უცხოური სახელდაგვარიც არ უნდა ჰქონდეს. შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით განისაზღვრება გრანტის ცნება, მათ შორის გრანტაც მიიჩნევა ის ფულადი ან მატერიალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებაზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე, რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით და რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ. აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან მიდგომიდან გამომდინარეობს. პოლიტიკური საქმიანობის აღნიშნული განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში უკვე გვაქვს და ეს არის ამერიკულ კანონში მითითებული ქართულად ნათარგმ ფარაში. შესაბამისად, ის პოლიტიკური აქტივობა, რომელიც გარედან ფინანსდება, უნდა დაექვემდებაროს შესაბამის კონტროლის მექანიზმს და თუ მას არ აქვს სუვერენიტეტის დარღვევის არანაირი რისკი, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა გასცემს შესაბამის თანხმობასაც. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 30 წელია, მას შემდეგ რაც პოლიტიკური მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი ამოქმედდა და ძალაში შევიდა, პარტიებს აკრძალული აქვთ უცხოეთიდან თანხის მიღება. და რატომ მარტივი ლოგიკა ნებისმიერ თანხას მოყვება ინტერესი. და რადგანაც უცხოეთიდან შემოსულ თანხას მოყვება უცხოური ინტერესი, პოლიტიკური პარტია არ უნდა ატარებდეს უცხოურ ინტერესს, შესაბამისად პოლიტიკური ინტერესი საქართველოს პოლიტიკაში არ უნდა არსებობდეს. მაგრამ ხედავთ, რომ გვერდისავლის საშუალებები არსებობს და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მათ შორის სრულად არიან ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში და ამას ვამბობთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ამას ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია, რომელიც ასახელებს რამდენიმე ორგანიზაციას, იქნება ეს USAID, NEDI თუ სხვა, რომლებიც გამოყენებული იქნა, მათ შორის ამას ვამბობს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელიც, მოქმედი ხელმძღვანელიც, რომ სპეცსამსახურების მიერ აღნიშნული ორგანიზაციები გამოიყენებოდა იმისათვის, რომ დაეფინანსებინათ სხვადასხვა ადგილობრივ ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მიზანიც უკვე იყო იმ ინტერესების გატარება, რომელიც მომდინარეობდა სპეცსამსახურებიდან. გამომდინარე იქიდან ყველაფერი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არსებობდეს სუვერენიტეტის დაცვის თვალსაზრისით შესაბამისი გარანტიები. კანონპროექტის შემდეგი საკითხი ეხება იმ მოცემულობას, როდესაც როგორც გამჭვირვალობის კანონის, ისე ფარას, ისე გრანტების შესახებ კანონში გაზაფხულის სესიის მიმდინარეობისას განხორციელებული ცვლილებების გვერდის ასავლელად, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება თუ მედია ორგანიზაცია გადარეგისტრირდა მაგალითად ესტონეთში, რათა გვერდის ავლის საშუალება მოენახათ და შემდეგ პირდაპირ ამ ორგანიზაციებთან ეს ორგანიზაციები ხელშეკრულებებს დებენ სხვადასხვა პირებთან, ფიზიკურ
პოლიტიკურ პირებთან საქართველოში და რატომ? იმიტომ რომ ისე და ისე არ უნდათ რომ მიღებული თანხები გასაჯაროვდეს და საზოგადოება მიხილოს თუ რა ხმარდება ეს გარედან მიღებული თანხა და რა ინტერესის გატარებისკენ არის ორიენტირებული. შესაბამისად, ასეთი გვერდისავლის საშუალება რომ აღარ არსებობდეს, შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით ის ორგანიზაცია, რომელიც მართალია რეგისტრირებული არის უცხოეთში, მაგრამ მისი საქმიანობის არსებითი ნაწილი მოიცავს საქართველოს და საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს, ისის ვალდებული იქნება, რომ გრანტების შესახებ კანონის გათვალისწინებული წესით სანამ მიიღებს გრანტის გამცემმა აიღოს მთავრობისგან შესაბამისი თანხმობა. ანუ არა აქვს მნიშვნელობა, სად არის რეგისტრირებული რომელიმე იურიდიული პირი. საქართველოს თუ მის ფარგლებს გარეთ, მთავარი არის, რომ მისი მთავარი აქცენტი და საქმიანობა მომართული იყოს საქართველოს და შესაბამისად საქართველოს მთავრობას ექნება უფლებამოსილება აღნიშნულ თანხის ჯარისხმაზე, რომ გასცეს თანხმობა. ასევე გრანტების შესახებ კანონით განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი ფულადი ან მატერიალური დახმარება, ასევე ნებისმიერი მაგალითად საექსპერტო ცოდნის გადაცემა, რომელიც მომდინარეობს გრანტის გამცემისგან და ამ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ გრანტის მიღება მთავრობის შესაბამისი თანხმობის გარეშე გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობის სახით და ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებრივ სასარგებლო შრომა ან თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე ვადით. ბევრი ინსინუაცია და ბევრი ტყუილი მოვისმინეთ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ ორგანიზაციის მიერ, რომელიც საკუთარ თავს საერთაშორისო გამჭვირვალობას უწოდებს, მაგრამ რეალურად მასზე გამჭვირვალე ორგანიზაცია ალბათ ნაკლებად მოიძებნება და ამ გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად კი გადარეგისტრირდა ზუსტად როგორც მოგახსენეთ ესტონეთში იმ შენობაში, რომელიც ნაკლებად პასუხობს ცნებას, რომელსაც ქვია შენობა. და ავრცელებენ მაგალითად ისეთი ტყუილებს, რომ თითქოს ემიგრანტის მიერ საქართველოში თავის ოჯახში ჩარიცხული საყოფაცხოვრებო მიზნით ჩარიცხული თანხმობის გარეშე შეუძლებელია რომ ჩაირიცხოს და ჩარიცხვის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ტყუილია, რომ IT სპეციალისტები, რომლებიც ემსახურებიან სხვადასხვა მაგალითად წერენ კოდებს და შესაბამისად იღებენ ანაზღაურებას უცხოეთიდან, მათ საქმიანობაში ხელი შეეშლებათ. ესეც აბსოლუტური ტყუილია. მათ შორის წერენ ისეთ აბსოლუტურ ნონსენსს, როგორც არის ფან-კლუბებთან სხვადასხვა სპორტული კლუბის ფან-კლუბთან დაკავშირებით, თითქოს თუ ფან-კლუბის წევრმა რაიმე შეღავათი მიიღო უცხოური საფეხბურთო კლუბისგან, ესეც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი გახდება. ტყუილი გახლავთ. მაგალითად, მეწარმე სუბიექტისგან თუ მიიღებს რაიმე სამოქალაქო ურთიერთობიდან, სამეწარმეო საქმიანობიდან, ბიზნეს გარიგებიდან გამომდინარე თანხას და მთავრობის თანხმობა არ ექნება, ესეც გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ტყუილია. ყველა ეს ტყუილი ვრცელდება იმავე სოუსით, როგორც იყო გავრცელებული ეგრეთ წოდებული ტერმინი, ეგრეთ წოდებული რუსული კანონი 2023 წლიდან მოყოლებული. რათა არავინ არ შევიდეს კონკრეტული საკითხის სიღრმისეულ განხილვაში, რადგან როგორც თვითონვე ამბობენ და ამავდროულად ქალბატონმა იაფარულოვაც პირდაპირ განაცხადა, თქვათ აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ ასეთი იყო მითითება, რომ უნდა ეძახათ მხოლოდ და მხოლოდ რუსული და არავითარი შინაარსი, რადგან შინაარსი შესვლა ეს იყო ქართული ოცნების ველზე შესვლა, სადაც აუცილებლად დამარცხდებოდნენ ზუსტად იმავე ხედავთ მოცემულ შემთხვევაშიც. შესაბამისი ცვლილებები ხორციელდება როგორც მოგახსენეთ სისხლის სამართლის კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსს ასევე ემატება 319 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილი, სადაც პირდაპირ მესამე ნაწილი უკაცრავად, რომელიც უთითებს, რომ თუ ლობიზმში არის თანხა გადახდილი და იგულისხმება უცხოეთში ლობისტურ პოლიტიკური საქმიანობისათვის, ეს პირდაპირ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს და რატომ? საქართველოს სახელით, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება და პრეროგატივა. საქართველოს პრეზიდენტსაც კი, როგორც გასაკვირიც არ უნდა იყოს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისათვის, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ საკითხზე უკვე იმსჯელა და კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ პრეზიდენტი ხარ და ვალდებული ხარ, რომ წაიკითხო კონსტიტუცია, ერთხელ მაინცო.
პრეზიდენტსაც კი საქართველოს მთავრობის თანხმობა სჭირდება, როდესაც იგი გამოდის საერთაშორისო ასპარეზზე. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ ისევ და ისევ საქართველოს იმიჯის, საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად არაერთი პირი იხდის თანხას და შემდეგ ამ გატახდელ თანხების რეალიზებას ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა რეზოლუციის, სხვადასხვა არამეგობრული და ხშირ შემთხვევაში მტრული აქტის პროექტის შემუშავებაში და შემდეგ მისი მიღების ლობირებაში. და საკითხები, რომელიც ეხება საქართველოს, დიახ, მხოლოდ მთავრობის მიერ უნდა განხორციელდეს, ან მისი მიერ უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა შემთხვევაში პოლიტიკურ ლობიზმში უცხოეთში გადახდილი თანხა აპრიორი წარმოადგენს სისხლის სამართლებრივ დანაშაულს. ასევე წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით ფართოვდება პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტის განმარტება, შესაბამისი ცვლილება ხორციელდება მოქალაქე და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში. მოქმედი კანონის მიხედვით პირი, რომელსაც აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად შესაბამის ან ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს, ვალდებულია, რომ ზუსტად იგივე რეგულაციის ქვეშ მოექცეს, როგორც პოლიტიკური პარტია, რაც გულისხმობს, რომ არ უნდა მიიღოს უცხოეთიდან დაფინანსება, არ უნდა მიიღოს დაფინანსება იურიდიული პირისაგან და უკანონოდ მიღებული შემოწირულობა აუცილებლად კანონით გათვალისწინებულ ვადაში უნდა დაუბრუნოს შემომწირველს. ამავდროულად ვალდებულია, რომ დეკლარაცია ჰქონდეს. ჩვენ გვახსოვს მაგალითად უახლოეს წარსულში, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის საფარ ქვეშ კონკრეტული პირებს ჰქონდათ პოლიტიკური მიზანი, საარჩევნო მიზანი უფრო კონკრეტულად და შემდეგ ეს პირები გადარეგისტრირდნენ და პირდაპირ გაერთიანდნენ პოლიტიკურ პარტიაში. მაგალითად თავისუფლების მოედანს გულისხმობ, პირდაპირ გაერთიანდნენ ისინი ერთ-ერთ საარჩევნო სუბიექტში. შემდეგ ისევ გამოიყვნენ და ეხლა ცალკე პოლიტიკურ პარტიად არიან დარეგისტრირებული, თუ რეგისტრაციას აპირებენ, როგორც მახსოვს, უკვე დარეგისტრირებულები არიან. მათ შორის ერთ-ერთი ჟურნალისტიც პირდაპირ ამ პარტიის წევრი გახდა. შესაბამისად, ვხედავთ, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები სხვადასხვა საფარველს და საბურველს იყენებენ იმისათვის, რომ გაექცნენ მაგალითად პოლიტიკური პარტიების მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონით გათვალისწინებულ წესს, რომელიც გულისხმობს, რომ უცხოეთიდან თანხა და შესაბამისი ინტერესი არ უნდა იყოს პოლიტიკურ აქტივობაში. შესაბამისად, ფართოვდება პარტიულ პოლიტიკური მიზანი ზუსტდება და ის პირები, ფიზიკური თუ იურიდიული პირები, რომელსაც გააჩნიათ პარტიულ პოლიტიკური მიზანი, თან გაცხადებული ვალდებულები იქნებიან, რომ ზუსტად იმ რეგულაციაში დაექვემდებარებიან, რომ რასაც პოლიტიკური პარტიები ექვემდებარებიან. რაც გულისხმობს, რომ უცხოეთიდან შემოსავლის აკრძალვას, იურიდიული პირისგან შემოწირულობების აკრძალვას და ამავდროულად კანონით გათვალისწინებულ ვადაში თავისი შემოსულობების დეკლარირებას და დეკლარაციას. ამავე ორგანულ კანონის პროექტში მითითებულია, რომ პირები, რომელიც შრომითი ურთიერთობით არიან დაკავშირებული ისეთ არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირებთან, ან მაუწყებლობის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ისეთ მაუწყებელთან, რომელთა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტი არის უცხოური ძალა და აქ არ გულისხმება მაგალითად სპორტული ფედერაციები ან ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულებები, რომელთა შემოსულობის 20%-ზე მეტი არის უცხოური ძალა, მათ აღარ იქნება შესაძლებლობა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან, ანუ ბოლო ჩარიცხვიდან 8 წლის განმავლობაში რომელიმე პარტიის წევრი გახდნენ. რასაც აქვს თავისი ლოგიკა და იგივე არგუმენტი, რომ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიტიკური პარტიას არ შეიძლება ჰქონდეს დაფინანსება გარედან, იმიტომ რომ თანხას მოყვება ინტერესი და ინტერესის გატარება უცხოური ინტერესი არ უნდა გაატაროს პოლიტიკურმა პარტიამ, არც ერთ შემთხვევაში, შესაბამისად ის პირი, რომელიც პირდაპირ უცხოურ ინტერესს ატარებდა და ამას არ აქვს მნიშვნელობა დადებითი იყო, ნეიტრალური თუ უარყოფითი რომელიმე ინტერესი, მთავარი არის რომ ინტერესს ატარებდა, შესაბამისად მათ პოლიტიკურ საქმიანობაში გარკვეული დროით აღარ იქნება შესაძლებლობა, რათა ისევ და ისევ როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოიყენა ფინანსურ სექტორში არსებული ტერმინი, ეგრეთ წოდებული გაზრდილების გარკვეული პერიოდი გავიდეს და როგორც თუ თქვა, სხვადასხვა სექტორში, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირს მაგალითად არ შეუძლია თქვათ მაგალითად სოფლიო ბანკში დასაქმდეს
იგივე ლოგიკა არის აქაც, რომ პირი, რომელიც ატარებდა უცხოურ ინტერესს, არის გარკვეული დროა საჭირო, რომ სანამ მოხდება იგი ისევ და ისევ პოლიტიკურ პარტიაში და პოლიტიკური საქმიანობით დაკავდება. შემოთავაზებულია ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება, რომლის მიხედვითაც მეწარმე სუბიექტი და მეწარმე სუბიექტს მოყვა არაერთი ინსინუაცია და რომ ჩავხედოთ კანონპროექტს მითითებულია, რომ მეწარმე იურიდიული პირი, რომელიც პოლიტიკური საქმიანობით არის დაკავებული, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს საქმიანობა უკავშირდება ისევ და ისევ მის ყოველდღიურ ბიზნეს საქმიანობას, დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი, წარმოადგენელი ცვლილებების მიხედვით პირველ ჯერზე 20,000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე და ყოველ ჯერზე 40,000 ლარის ოდენობით. და რა აქვს მიზანი? რომ მეწარმემ უნდა აკეთოს ის საქმე, რისთვისაც არის შექმნილი, ეს კონკრეტული იურიდიული პირი, შესაბამისად დაკავდეს ბიზნესით და იყოს მოგებაზე ორიენტირებული და ბიზნესის თავისუფლებას ჩვენ არ ვერევით, პირიქით ვამაყობთ და ვაცხადებთ ცალსახად, რომ ბიზნესის თავისუფლება დიახ, ეს ჩვენი გუნდის მონაპოვარია. ამავდროულად თუ პირს უნდა პოლიტიკური აქტივობით დაკავდეს, ამისათვის არსებობს შესაბამისი წესი და შესაბამისი ფორმა, დარეგისტრირდეს პოლიტიკურ პარტიად და პოლიტიკურ პარტიიდან გამომდინარე თავისი პოლიტიკური საქმიანობა განახორციელოს. კიდევ ერთი ტყუილი, რასაც ამბობდნენ, აქ არის, რომ რადგანაც ერთი ტყუილი ჩაუვარდათ, ეხლა მეორე საკითხზე გადავიდნენ და ამბობენ, რომ თუ მაგალითად რომელიმე საწარმოს დირექტორი მაგალითად პოლიტიკურ პოსტს დაწერს, ეს პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ეს არასწორია, რა თქმა უნდა. ერთი არის იურიდიული პირის პასუხისმგებლობა და მეორე არის ფიზიკური პირის აქტივობა და საქმიანობა, რომელიც გამიჯნულია 1995 წლიდან თუ სწორად მახსოვს თუ 17 წლიდან შეიძლება 2 წელში ვწდებოდი, მაგრამ აპატიეთ. მას შემდეგ რაც არსებობს სამოქალაქო კოდექსი, გამიჯნულია იურიდიული პირისა და ფიზიკური პირის პასუხისმგებლობები ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, როდესაც იურიდიული პირის სახელით პოლიტიკურად საქმიანობს, ეს გამოიწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას და არ არის აქ საუბარი კონკრეტულ ფიზიკურ პირზე. ამავდროულად კოლეგებო გთავაზობთ, რომ რამდენად, არ ვიცი, სამჟელო შეიძლება იყოს, რამდენად რელევანტურია დიდი მოცულობის ბიზნესისთვის, რომლისთვისაც 20,000 და 40,000 შესაძლებელია, რომ არ იყოს ნაკლებად ბოჭავი იმისათვის, რომ სამართალდარღვევაზე ხელი აიღოს, ხომ არ ვიფიქროთ იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ბიზნეს სუბიექტის მიერ, ანუ იურიდიული პირის მიერ პოლიტიკური აქტივობის განხორციელება პირველ ჯერზე იწვევდეს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო მეორე და შემდეგ ჯერზე კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რათა კიდევ უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი, რომ ბიზნესის ფული პოლიტიკაში არ იყოს დაბანდებული და შესაბამისად ბიზნესი აკეთოს ბიზნესმა, ხოლო პოლიტიკა აკეთოს პოლიტიკური საქმიანობით დაკავშირებულმა პირებმა. ჩემი შემოთავაზება იქნება, რომ მეორე მოსმენის ფარგლებში შესაბამისი ჩანაწერიც გაჩნდეს როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში, რომ კიდევ ერთხელ მეწარმე იურიდიული პირი თუ პოლიტიკური აქტივობით დაკავდება პირველ ჯერზე იწვევდეს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო მეორე და ყოველი შემდგომი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელზედაც მინდოდა თქვენი ყურადღების გამახვილება, შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვარ, რომ ამოწურავოთ უპასუხოთ ასმულ კითხვებს. ერთი საკითხი რაც მინდოდა დავემატებინა, თუ ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი პირი გრანტების შესახებ კანონის აღსრულების მონიტორინგთან დაკავშირებით, მონიტორინგის და პასუხისმგებელი პირი როგორც გრანტების შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე, ასევე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებზე პასუხისმგებელი პირი იქნება აუდიტის სამსახური დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო, რომელიც კანონის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისად იმოქმედებს ისევ კანონით გათვალისწინებული წესით და თუ იქნება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, მიმართავს პროკურატურას და უკვე პროკურატურა შესაბამისი სისხლის სამართლებრივი საპროცესო კანონმდებლობის გათვალისწინებით დაიწყებს ან არ დაიწყებს შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის წარმოებას. ვალუთ ბატონო ვარჩილ, ძალიან დეტალურად ამ საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისათვის, წარმოდგენისათვის საკითხისა. კოლეგებო, შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით თუ არის დარბაზში, გთხოვთ მანიშნოთ. ბატონი გიგა, გისმენთ ბატონ გიგა.
მოგესალმებით ბატონ არჩილ. მოვისმინე თქვენი არგუმენტებით, გავიცანით ასევე განმარტებით ბარად შესაბამის ცვლილებებსაც წარმოქმნილი არ მხოლოდ გრანტების გამოში, ასევე თანდევ კანონ პროექტებში. მექნება ორი კითხვა და ამის შემდეგ გავაკეთებ შეფასებას. პირველი რაც შეეხება შესავალი რომ გავაკეთოთ ეს კანონ პროექტი დაინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ნამდვილად არ მსახურება გამჭვირვალობას და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მცდელობა საქართველოს გადაიქცეს ჩაკეტილ სივრცეც, სადაც კონკრეტული პოლიტიკური აქტივობა დამოკიდებული იქნება მთავრობის ნებართვაზე. მაქვს ორი კითხვა, საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის თქვენი განმარტება ამ კონკრეტულ კითხვებზე. პირველი, ეს შეეხება თქვენ თავადაც აღნიშნეთ, განმარტებით ბარათშიც არის მითითებული, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის გადაცემული ფულადი ან ნატურალური სახსრები გრანტად ცხადდება თუ ის მოხმარდება საქართველოს საშინაო საგარეო პოლიტიკაზე რაიმე გავლენის მოხდენას ან ამ წმენით და განზრახვით არის გადაცემული ეს კონკრეტული თანხები. მაგალითად, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქე ოჯახის წევრისთვის გადარიცხული თანხა, გადაცემული თანხა ან სხვა როგორც თქვენ აღნიშნეთ, ნატურალურად გადაცემული სხვა ტექნიკა იქნება თუ რაც იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. ასე ვთქვათ, გადაცემული კონკრეტული თანხა მაგალითად ამ კონკრეტულმა მოქალაქემ გამოიყენა პოლიტიკური აქტივობისთვის, საზოგადოებრივი აქტივობისთვის, რომლითაც ის აკრიტიკებს მაგალითად კორუფციაში ჩაფლულ ხელისუფლებას, აკრიტიკებს ხელისუფლების როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას. ამისთვის თავის სოციალურ გვერდზე განათავსებს შესაბამის ინფორმაციას, შესაბამის ვიდეო მასალას, ასე ვთქვათ, მოკლე ვიდეო ფილმს. როგორ ფიქრობთ, ჩაითვლება თუ არა ეს კონკრეტული თანხა, ასე ვთქვათ, გამოყენებული თანხა გრანტად და თუ მას, როგორც ამ კანონ პროექტის შესაბამისად დაარექნება მთავრობის ნებართვა, უნდა დაისაჯოს თუ არა შესაბამისად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით. როგორ? მე თქვენ გეკითხებით, მე თქვენ გეკითხებით, თუ თქვენ განმარტოთ და პასუხი მე გეკითხეთ, დავასრულებ, ხო? მე გეკითხებით თქვენ, ანუ თქვენი კონკრეტული განმარტება იქნება საინტერესო და მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი ვფიქრობ, შეგიძლიათ თუ არა მოგვიყვანოთ კონსტიტუციიდან ნორმა, ან საზოგადოებას აუხსნათ, რომელი კონკრეტული ნორმის საფუძველზე გეძლევათ უფლებამოსილება საქართველოს მოქალაქეს აუგზავნოთ პოლიტიკური აქტივობა, აზრის გამოხატვა, თუნდაც ფინანსების გამოყენებით, რომელზეც ნებართვა არ მოუღია მთავრობისგან. სხვა კითხვები, მოსაზრებები თუ არის? კარგი. მაშინ ბატონო არჩილ, გთხოვთ რომ უპასუხოთ. მადლობა. ბოლოდან დავიწყებ. კონსტიტუციის ერთ რომელიმე კონკრეტულ ნორმას კი არა ბატონო გიგა. კლიენტ კონსტიტუცია იმის გარანტი და იმის მავალდებულებელი, რომ საქართველოს ხელისუფლება იქნება ნებისმიერი შტო, მაგალითად იქნება საქართველოს პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება თუ სასამართლო სისტემა პასუხისმგებელი არის ერთ მთავარ დებულებაზე, რომელიც სულ დასაწყისშივე ბევრი ძებნა არ მოგვიწევს კონსტიტუციის ნორმებისას, პირდაპირ სადაც არის დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპი მითითებული, სუვერენიტეტის განსაზღვრული, ზუსტად ეს ნორმები ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ შესაბამისად იზრუნოს საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, საკუთარი ქვეყნის სუვერენულობაზე და ამავდროულად თუნდაც სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, თუნდაც ისევ და ისევ სუვერენული სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულია მათ შორის თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარე, მთლიანად კონსტიტუცია აგებულია იმაზე, რომ ჩვენი სახელმწიფო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული ქვეყანა, გადაწყვეტილების მიმღები მხოლოდ და მხოლოდ არის ქართველი ხალხი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს დემოკრატიული ფორმების გათვალისწინებით, მათ შორის საყოველთაო არჩევნების გზით, როდესაც თავის უფლებამოსილების გარკვეულ ნაწილს გადაანდობს პარლამენტს და შემდეგ უკვე პარლამენტი ნდობას უცხადებს საქართველოს მთავრობას. რაც შეეხება უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საქართველოში ჩარიცხულ თანხებს, მოდი წავიკითხოთ ამ სპეციალურად დავსვიკითხო, რომ თქვენ როგორ კითხულობთ მეთქი და თქვენსავე კითხვაში ბრძანეთ ასეთი რამე, რომ თუ უცხოელი, ანუ ემიგრანტი ოჯახში თანხას რიცხავს საყოფაცხოვრებო მიზნებიდან გამომდინარე,
და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრე კიდეც, რომ ეს გრანტად არ ჩაითვლება. მაგრამ ამავდროულად თუ ჩვენ ვამბობთ, რომ სოროსის ფონდი თუ საქართველოში ფიზიკურ პირს აძლევს გრანტს და ეს გრანტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას ითვალისწინებს და სავალდებულოა. ეხლა წარმოვიდგინოთ შემთხვევა, რომ სოროსის ფონდი კი არ გასცემს გრანტს, არამედ თვითონ სოროსი გასცემს, რომლის მატერიალური და ფინანსური შესაძლებლობები თქვენ ჩემზე კარგად მოიხსენებათ. თუ დაუშვებთ იმას, რომ სოროსის მიერ გაცემულ გრანტს საქართველოს მთავრობის თანხმობა არ სჭირდება, მაგრამ სოროსის ფონდის მიერ გაცემულ გრანტს, რომელიც პოლიტიკურ საქმიანობაში გამოიყენება, სჭირდება თანხმობა, პირდაპირ აპრიორი პრინციპთან წინააღმდეგობაში მივდივართ. ჩვენ კიდევ თუ ვამბობთ, რომ უცხოური ინტერესის გატარებას, რომელიც შესაძლებელია ჰქონდეს რისკების სუვერენიტეტის დაცვასთან დაკავშირებით, სჭირდება იმ ორგანოს თანხმობა, რომელიც ზოგადად სუვერენიტეტის დაცვაზე არის ვალდებული და პასუხისმგებელი. მაშინ როგორც იურიდიული პირის შემთხვევაში, ასევე ფიზიკური პირის შემთხვევაში აუცილებელია, რომ ერთ და იგივე მიდგომა არსებობდეს. კიდევ ერთხელ, თუ ემიგრანტი საქართველოს საქართველოს მოქალაქეებზე, რომ მოქალაქე თუ გასცემს თანხებს, ეს კანონმდებლობა საერთოდ არ ვრცელდება. მაგრამ თუ საქართველოს მოქალაქე ეროვნებით ქართველი, რომელმაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, იმიტომ რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, როგორც ბევრი ემიგრანტი არის სამწუხაროდ, და ემიგრანტი საკუთარ ოჯახის წევრს, რა ვიცი, შვილს, შვილიშვილს, ძმისშვილს, დიშვილს ჩაურიცხავს და ასე შემდეგ. ჩაურიცხავს თანხას ნებისმიერი საყოფაცხოვრებო მიზნიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გრანტების შესახებ კანონი მასზე არ გავრცელდება და არც შესაბამის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ გამოიწვევს და მე ჩემი თხოვნა იქნება, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობას და კაპიტან გიგაურს მოაყვებით. ამავდროულად თუ ვამბობთ ჩვენ, რომ ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, თუ თანხმდებით იმ ნაწილზე, რომ უნდა ეკრძალებოდეს უცხოეთიდან თანხის მიღება და ეს სწორია, მაშინ თქვა თუ რატომ არის სწორი, იმიტომ არის რომ ინტერესი არ გაატაროს უცხოური. ხოლო თუ პოლიტიკურ საქმიანობას არა პარტია, არამედ სხვა ორგანიზაცია ატარებს, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს გამოდის, რომ ჩვენ უშვებთ შესაძლებლობას, რომ პოლიტიკურ აქტივობაში უცხოური ფული ტრიალებდეს. ჩვენ კიდევ მთავარი მიზანი გვაქვს, რომ უცხოური თანხის ტრიალი საქართველოში შესაძლებელია იყოს დადებითი, ნეიტრალური ან უარყოფითი, მაგრამ ეს თანხები სუვერენიტეტის დაცვას ხმარდება თუ არ ხმარდება, ამაზე მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ პასუხისმგებლობა ჰქონდეს და თან არავითარი ბერკეტი და მექანიზმი არ ჰქონდეს სუვერენიტეტის დასაცავად, ერთმანეთთან აპრიორი წინააღმდეგობაში მოდის. კიდევ ერთხელ რომ დავასრულოთ. Ძალიან საქართველოს კონსტიტუცია არის მავალდებულებელი როგორც საქართველოს პარლამენტისათვის და ისევე საქართველოს მთავრობისათვის, რომ შეიმუშაოს ნებისმიერი ისეთი ღონისძიება, რომელიც სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის გარანტიას და დემოკრატიის საფუძვლების გარანტიას წარმოადგენს, ხოლო მეორე მხრივ ისევ და ისევ უნდა არსებობდეს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ქმედით მექანიზმებს შექმნის ჩემს მიერ წარმოთქმული შესაბამისი პოსტულატების დასაცავად. მადლობა. სხვა კითხვები, მოსაზრებები? დაზუსტება გსურთ ბატონ გიგა თუ მაშინ ესე შევთანხმდეთ, რომ ხა რაღაც დაუსრულებელ პოლემიკაში რომ არ შევიდეთ, ჩამოვაყალიბეთ საბოლოოდ თქვენი მოსაზრება თუ არ ვიცი, კითხვა კიდევ ერთხელ რაც ჩემს კითხვებს მეუბრუნდები და მოკლედ შეფასებას გავაკეთებ პოლემიკაში, ამბობთ, არ გვაძლევს რეგლამენტი მაგის შესაძლებლობას. ამ ბატონო არჩილ, ამდენი საუბრეთ და კონკრეტული პასუხები კითხვებზე ამდენად არ გაგიციათ, ამ ყველაფერს ისმენ საზოგადოება, საინტერესოა საზოგადოებამ თუ მიიღო. კონკრეტული კითხვები თქვენ მე როდესაც გითხეთ კონსტიტუციის ნორმაზე, რომელთაც გეძლევა თქვენ შესაძლებლობა მოქალაქეს აუგრძელოთ პოლიტიკური აქტივობა, თქვენ მესაუბრებით დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტზე, ბუნებრივია, ეს ჩვენი კონსტიტუციით არის განსაზღვრული, მე გეკითხებით სხვა რაღაცას. კონსტიტუციის, რომელი ნორმა გაძლევთ შესაძლებლობას იმას, რომ მოქალაქეს აუგრძელოთ პოლიტიკური აქტივობა, პოლიტიკური საზოგადოებრივი აქტივობა, თუნდაც ფინანსების გამოყენებით, რომელზეც მთავრობისგან არ აქვს ნებართვა მიღებული. ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. და მეორე, რაც შეეხება ემიგრანტებს, ემიგრანტის მიერ სოციალური დანიშნულებით გადარიცხულ თანხებზე არ მქონდა მისაუბარი. კონკრეტული კითხვა დავსვი, რაზეც ვფიქრობ, რომ კონკრეტული პასუხი უნდა არსებობდეს, მით უმეტეს თქვენ ხართ ამ გამოპროექტის წარმოდგენი. საზოგადოებისთვისაც ვფიქრობ, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი არის.
კიდევ ერთხელ ვამბობ, პასუხი ვერ მივიღეთ. მაშინ, როდესაც განსაკუთრებით წარმოდგენილი კანონპროექტით გრანტის დეფინიცია იმდენად გაფართოებულია და ფართომასშტაბიანია, ასე ვთქვათ, კონკრეტული განსაზღვრის შესაძლებლობა შეუძლია მთავრობას ამ გრანტის შესაბამისად ეს რაღაც თანხები ვიღაცას მისცეს, არ მისცეს, კონკრეტული კითხვა დავსვი. მაგალითად, უცხო ქვეყნის მოქალაქემ თავის ოჯახის წევრს საქართველოში ჩაურიცხა თანხა, კონკრეტულ თანხა გადასცა, აჩუქა, ჩაურიცხა, რა აქვს მნიშვნელობა. ამ თანხას ეს მოქალაქე გამოიყენებს თავის საზოგადოებრივი პოლიტიკური აქტივობისთვის, კიდევ ერთხელ ვამბობ. ასე ვთქვათ, გააკრიტიკოს ქვეყნის, ანუ ხელისუფლების, არ აქვს მნიშვნელობა ეს ოცნების ხელისუფლება იქნება, სხვა იქნება, როდესაც ჩვენ კანონზე ვსაუბრობთ, ეს ასე ვთქვათ, როგორც დღეს, ასევე სამომავლოდაც ღებულობთ ამ კანონს, ხო, რასაც აინიცირებთ. ამ მოქალაქემ თავისი საზოგადოებრივი პოლიტიკური აქტივობით გააკრიტიკოს ხელისუფლების როგორც საშინაო, ასე საგარეო პოლიტიკა, ასევე თავისი არაერთჯერადი, არამედ ყოველდღიური აქტივობით ამხილოს მაგალითად კორუფციაში ჩაფლული ხელისუფლება, ეს კონკრეტული თანხა ჩაითვლება თუ არა გრანტად და რატომ თუ არ ჩაითვლება ისიც განმარტეთ, იმიტომ რომ კანონის იმაშია. ერთი წუთი მე კითხვას ვსვამ და თქვენგან არის ეს საკმაოდ პასუხი. და დავასრულებ მე. დავასრულებ თუ ახლა პოლემიკაში არ შევდივარ, მე თქვენ საუბრობდით, არ გეჩრებოდით, შესაბამისად შეგიძლიათ დაზუსტების ნაწილში პასუხი გასცეთ. შესაბამისად, ამ პირს, ამ მოქალაქეს, ჩვენს მოქალაქეს დაეკისრება თუ არა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა თუ მთავრობისგან არ მიიღებს კონკრეტულ ნებართვას. კიდევ ერთხელ ვამბობთ და ცალსახაა რომ ეს საკანონმდებლო პაკეტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და დღეს ამ ინიციატივით დავასრულებ ერთი წუთით. დავასრულებ. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ხელისუფლება დღეს ცდილობთ თქვენ კანონის ძალით აკრძალოთ კრიტიკული აზრი და პოლიტიკური აქტივობა და ეს არ მიემართება მხოლოდ მე შეგნებულად არ ვთქვი არც პოლიტიკურ აქტორებზე, არც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებზე, ეს მიემართება დღეს უკვე ამ წარმოდგენილი კანონპროექტით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი თქვენი ხელისუფლების მიმართ. თქვენ გეგმავთ ამ საკანონმდებლო პროექტით უცხო ძალის ინტერესად გამოაცხადოთ თითოეული ის მოქალაქე, რომელიც თავის პოლიტიკურ საზოგადოებრივ საქმიანობას განახორციელებს და რომელიც არ იქნება თქვენს ინტერესში, თქვენს პოლიტიკურ ინტერესში და ამის შემდეგ დაიწყოთ მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა. კიდევ ერთხელ ვამბობთ, ეს არის მცდელობა, ჩაკეტოთ ქართული პოლიტიკური სივრცე და თითოეული პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივობა იყოს დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის ნებართვაზე. ბატონო არჩილ, გთხოვთ უპასუხოთ, ეს ჩავთვალოთ რომ იქნება მაშინ დასკვნითი სიტყვა, ვინაიდან სხვა კომენტარები დანაზიდან აღარ არის და ამით საკითხის განხილვა დავასრულოთ. მე არ მაქვს პრეტენზია რომ კარგი თქმელი ვარ, მაგრამ ზოგადი გამოთქმა არსებობს რომ კარტმოს კარგი გამგონე უნდა. და როდესაც რამდენჯერმე იტყვი პასუხს არას, მარტივი მოსასმენია და მარტივი გასაგებია არა. და რას თქვენ მაგალითი მოიყვანეთ, მე რატომ გთხოვეთ რომ თქვენ მათ შორის ბრძანდებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, პროფესიით იურისტი. და როდესაც საკუთარ პოზიციას აფიქსირებთ, რა თქმა უნდა, თქვენ თავისუფალი ხართ აბსოლუტურად ამის გარანტია კონსტიტუცია და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტია, რომ თქვენ პოლიტიკურ აქტივობაში ხართ აბსოლუტურად თავისუფალი, მაგრამ ელემენტარულად პროფესიული საკითხი არის, როდესაც რაღაცა საკითხს სვამთ, მათ შორის უნდა მით უმეტეს პირველი მოსმენით განხილვა არის კომიტეტის ფორმატში განხილვა, სადაც დეტალებში შესვლა შეგვიძლია. არ დავემსგავსოთ კაპიტან გიგაურს და არ ვისაუბროთ მხოლოდ რუსული და ერთი ნორმა მაინც მივუთითოთ საქართველოს კონსტიტუციიდან, რომელსაც ჩვენს მიერ წარმოდგენილი ცვლილებები ეწინააღმდეგება. მე რამდენჯერმე გთხოვეთ თავისუფლება მივეცი რომ თქვენი საუბრის განმავლობაში მეკითხა რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. კარგით. შესაძლებელია ვიმსჯელოთ ეწინააღმდეგება თუ არ ეწინააღმდეგება, მაგრამ მოდი ნორმა გითხარით რომელსაც ეწინააღმდეგება. მე დაგისახელეთ რომ მაგალითად მთელი მუხლი არსებობს, ასეთ მუხლს იპოვით საქართველოს კონსტიტუციაში რიგით მესამე არის ნომრად, რომელსაც დემოკრატია ჰქვია და მთელ სუვერენიტეტის ნაწილზე არაერთ ნორმაში იპოვით კიდევ და საერთოდ მთელი პრეამბულა არის მიძღვნილი საქართველოს დამოუკიდებლობასთან, სუვერენულ სახელმწიფოსთან დაკავშირებით და მე კონკრეტულად დაგისახელეთ ნორმები. მოდი ახლა თქვენ კეთილი გინებეთ და თქვენ დაასახელეთ ის ნორმა, რომელსაც ეწინააღმდეგება თქვენი
აზრით წარმოადგენილი ცვლილებები, ასეც ვერ ვისმენთ. რაც შეეხება უცხოეთიდან ემიგრანტის მიერ თანხების ჩარიცხვა, ზუსტად იგივე პასუხისმგებლობით, რადგანაც თქვენ იურისტი ბრძანდებით, თქვათ რომ მივიდოთ ნორმა, რომელიც ამბობს რომ თუ ემიგრანტი თავის ოჯახის წევრს ჩაურიცხავს თანხას საყოფაცხოვრებო მიზნიდან გამომდინარე და შემდეგ უკვე ის მიიღებს ასეთ თანხას თუ გადაწყვეტს რომ რამე პოლიტიკური მესიჯები გაავრცელოს უკაცრავად სლენგისთვის თუნდაც სოციალური ქსელის მეშვეობით ან პოლიტიკური საქმიანობით დაკავდეს ეს მას ეკრძალება და ვერ მეტყვით ასეთ ნორმას იმიტომ რომ ასეთ ნორმა არ არსებობს არ წარმოდგენილ კანონპროექტში ასეთი რამე მითითებული არ არის აქ არის საუბარი რაზე რომ როდესაც უცხოელი საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოსში ბინადრობის უფლების მქონე პირს მათ შორის ისეთ ორგანიზაციას, რომელიც უცხოეთშია მართალია რეგისტრირებული, მაგრამ არსებითად საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით საქმიანობს, თუ პოლიტიკური მიზნით ჩაურიცხავს, ანუ თანხას ჩაურიცხავს იმისათვის, რომ საზოგადოებაზე ან საზოგადოების ნაწილზე ზეგავლენა მოახდინოს შესაბამისად თანხის მიღებმა პირმა, რომელიც საბოლოო ჯამში მიმართულია სახელმწიფო ხელისუფლების პოლიტიკის შესვლისკენ, ჩამოყალიბებისკენ, განხორციელებისკენ, დიახ ეს გრანტია და საშუალება ვალდებულება ექნება პირს რომ აიღოს საქართველოს მთავრობისგან შესაბამისი თანხმობა. კიდევ ერთხელ იმისათვის, ვისთვისაც სიტყვა არა სხვა რამეს ნიშნავს. თუ ემიგრანტი საქართველოს მოქალაქეს ჩაურიცხავს თანხას, რომელიც იქნება საყოფაცხოვრებო მიზნისთვის გამოსაყენებელი, ეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ გამოიწვევს. მიუხედავად იმისა, დასაჩუქრებული პირი თუ შესაბამისად სახსრებ მიღებული პირი გადაწყვეტს, რომ პოლიტიკური საქმიანობით დაკავდეს. შესაბამისად, ვთხოვთ, რომ კიდევ ერთხელ სადაც გექნებათ საშუალება, განმარტოთ, რომ ცალსახად არსად არ წერია ემიგრანტთან დაკავშირებით არავითარი შეზღუდვის შესახებ ჩანაწერი. კიდევ ერთი, რაც შეეხება პოლიტიკური აქტივობის აკრძალვას, ესეც აბსოლუტური ტყუილია. თქვენ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ წარმოადგენთ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც 30 წლის განმავლობაში აკრძალული გაქვთ უცხოეთიდან თანხის მიღება. ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით ამ პოზიციას, უნდა იყოს აკრძალული თუ არ უნდა იყოს. თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ ჩანაწერს, რომელიც 30 წელია საქართველოს კანონმდებლობაში არსებობს და ასევე არსებობს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, რაც კი გამიგია, თუ ამ ყველაფერს არ ეთანხმებით, მაშინ უბრალოდ საუბარს აზრი არ აქვს. მაგრამ თუ ეთანხმებით და ლოგიკურია რომ ეთანხმებოდეთ, ამ შემთხვევაში რატომ შეიძლება რომ არსებობდეს პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ თანხა, რომელიც და შესაბამისად გავლენა, რომელიც შესაძლებელია საქართველოში იყოს გატარებული, ამას სჭირდებოდეს საქართველოს მთავრობის თანხმობა, მაშინ გვიჩნდება ეჭვები, რომ შემთხვევით ხო არ უნდა განხორციელდეს ის, რასაც ამბობს ბატონი მარტა კოსი ან ბატონი ჰერჩინსკი, რომ უნდა არსებობდეს გვერდის ავლის საშუალება, რათა უცხოეთიდან, მათ შორის ევროპული ფონდებიდან საქართველოში თანხა ჩაირიცხოს და ეს თანხები მოხმარდეს მაგალითად მოლოტოვის კოქტეილის დასამზადებლად გარკვეული ნივთიერებების შესყიდვას, პიროტექნიკის შესყიდვას. მათ შორის ისეთ კამპანიას, ყოველად ამორალურ კამპანიას, რაც კი შეიძლება ყველაზე რბილადში რაც შეიძლება უწოდოთ, მაგალითად მოლოტოვის კოქტეილის პოლიციელისთვის სროლის რომანტიზების კამპანიას. აღნიშნული მიზნით საქართველოში თანხა უნდა შემოდიოდეს თუ არ უნდა შემოდიოდეს. მარტივად აქვს საქმე, ხო? ამ შემთხვევაში ისეთ უმარტივეს საკითხებზე ვსჯელობთ, რომელიც არის თეთრი და შავის დონეზეა. თუ ამბობთ, რომ დიახ, უცხოეთიდან თანხა უნდა შემოდიოდეს, რომელთაც შესაძლებელია, რომ საქართველოს პარლამენტის დაფინანსებული პირი, საქართველოს პარლამენტის წევრს, ქალბატონს თავის ორ შვილთან ერთად შეურაცხყოფას აყენებდეს და ლანძღავდეს და ეს მისაღებია თქვენთვის, მაშინ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კამაც აზრი არ აქვს. თუ თქვენთვის მისაღებია, რომ უცხოეთიდან შემოვიდეს თანხა და შემდეგ ლაზარე გრიგორიადისი გმირად იყოს შერაცხული და პოლიციელის დაწვის მცდელობა ეს იყოს კარგი საქმე და სიკველი და თქვენ ეს სწორად მიგაჩნიათ, მაშინ საერთოდ კამაც აზრი არ აქვს. თუ თქვენ მიგაჩნიათ სწორად, რომ მაგალითად იღებდეს კონკრეტული ქალბატონი როგორც ევროპული ფონდებიდან, ასევე რუსეთის ფედერაციიდან თანხებს და შემდეგ ეს ყველაფერი მოახმაროს პიროტექნიკის შეძენას და თან პირდაპირ ეთერში სოციალური მედიაში ლაივში ამაყობდეს, რომ დიახ, ევროპული თანხები მაქვს მიღებული და მე ამით პიროტექნიკას ვყიდულობ, რომელსაც ვესვრი პოლიციელს და ცოცხლად დავწვევ და რომელთაც გავანადგურებ როგორც კერძო საკუთრებას, ისე სახელმწიფო საკუთრებასო და ეს სწორად მიგაჩნიათ, რომ ამის შესაბამისი კონტროლის მექანიზმი არ უნდა არსებობდეს, მაშინ უბრალოდ კამაც აზრი არ აქვს. მაგრამ ჩვენ თუ თანხმდებით, რომ ფული, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოდის
პოლიტიკური აქტივობისთვის კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს და ამის მექანიზმებზე შეიძლება მივიჯელოთ რომელი მექანიზმი შეიძლება არსებობდეს რომელი უფრო ლოგიკურია მაგრამ თუ იმაზე ვამბობთ რომ არა უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში შემოსული თანხა აბსოლუტური შავი ფული ტრიალდებდეს და ის არავითარ კონტროლი არ არსებობდეს მაშინ კამაცას უბრალოდ აზრი არ აქვს მადლობთ იმის გათვალისწინებით რომ დარბაზიდან კომენტარები აღარ არის საკითხი განხილულია შეგიძლიათ დაიკავოთ ადგილი ბატონო არჩილ მადლობთ გადავიდეთ კოლეგებო, იმის გათვალისწინებით რომ ერთი საკითხი იყო დღის ეს რიგით განსაზღვრული, შეგვიძლია გადავიდეთ კენჭისყრის ეტაპზე. გისმენთ ბატონო. მადლობა ბატონო სტომით თავმჯდომარე კოლეგებო, როგორც ჩამოგთავაზეთ, მეწარმე იურიდიულ პირების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით დავხვდებით, შესაბამისად რომ პირველი დარღვევა იყოს ადმინისტრაციული, ხოლო შემდგომი სისხლის სამართლებრივი, ამ დათქვით უყაროთ შესაბამისად კენჭი, ხოლო ცვლილებები მეორე მოსმენის პარაგრაფში ავსახოთ შესაბამისად სისხლის სამართლის კოდექსში. კი ბატონო, მაშინ კენჭისყრაზე დავაყენოთ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ცვლილებათა პაკეტის შესაბამისი დათქმით, რაც ბატონმა მომხსენებელმა გააჟღერა და კოლეგებო, ვინ არის მომხრე, რომ დაუჭიროთ მხარი აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. წინააღმდეგი? კი ბატონო, ესე იგი საკითხი მხარდაჭერილია, გადაწყვეტილება მიღებულია, 7 მომხრე, 1 წინააღმდეგი. ამის გათვალისწინებით დღის ეს რიგით შემოთავაზებული საკითხები ამოწურულია, კომიტეტის სხდომა დახურულია. მადლობთ.